ევროპული ღირებულებების სახელით, თუმცა ღირებულებებისგან დაცლილი მოთხოვნებითა და არა ევროპული მეთოდებით, რაც ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარებმა საქართველოს დასჯა მეექვსე რეზოლუციით კიდევ ერთხელ უშედეგოდ, მაგრამ მაინც სცადეს. 400 ევროპარლამენტარი საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას, დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. თუმცა ევროპელი ბიუროკრატების აბსურდი აქ არ მთავრდება. რადიკალების ლობისტებმა დოკუმენტში რაც ოპოზიციის კიდევ ერთი სურვილი ჩაწერეს. ევროპის სახელით დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც მედია თავისუფლებაც დაივიწყეს და საქართველოში კერძო ტელევიზიების იმ მედია საშუალებების დასჯა მოითხოვეს, რომელიც კოლექტიური რაც ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს ყოველდღიურად ამხელს, მათ შორისაა პოსტივის დასანქცირების მოთხოვნაც. თუმცა იმ რეზოლუციაზე, რომელსაც რეალურად არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, საინტერესო დოკუმენტის ავტორები არიან დევიდ მაკალისტერი, მაიკლ გალერი, ბერნარდ გეტა და ჟელიანა ზოვკო. ეს პირები ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველი საბჭოს წევრები არიან. ქართველი რადიკალების ჩართულობით შექმნილი დოკუმენტით ევროპარლამენტარები იმ მედია კომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო ამავე დროს ფონდის მეშვეობით საქართველოში საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში ეს საერთაშორისო ქსელი პროპაგანდას ავრცელებს და არსებითად უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს. გავიგეთ, რომ ასობით მედია კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად. ათობით ქართული მედია ფაქტობრივად აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ ასევე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედია კომპანიები აძლიერებენ უცხოური პროპაგანდისტული ქსელის ნარატივს. ისინი იქმნება და ფინანსდება მხოლოდ ამ მიზნით. თუმცა შენიღბულები არიან როგორც დამოუკიდებელი და კერძო მედია. აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და მის მიერ პროპაგანდის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბოლო დღეების სკანდალი დონორების მიერ მართულ მედიაში მინიმალურად ან საერთოდ არ გაშუქებულა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედია გრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში, რომელიც აშუქებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შიგნითაც. ამ მავნე მედია პრაქტიკამ უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა ამავდროულად ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს, მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო, ამავე დროს ევროპის დემოკრატიული ფონდის EED-ის მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედია კომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო ამავე დროს EED-ის მეშვეობით, რომელსაც NED-ის ევროპულ ფილიალსაც უწოდებენ ხოლმე, საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ზუსტად ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა ევროპარლამენტისა და EED-ის მეშვეობით აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც. რაც ოპოზიციის მოკავშირე ევროპარლამენტარებს რეზოლუციით საქართველოში იმ მედიის გაჩუმება სურდათ, რომლებიც მათ ინტერესებს არ ატარებენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ქართველი რადიკალებისთვის დროებითი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა გამოუვიდათ. კიდევ ერთხელ გზა გაუხსნეს რაც ოპოზიციას, რომ არასასურველ მედიაზე შეტევა განაგრძონ. იმ რეზოლუციით კმაყოფილებმა კი, რომლის დაწერაშიც მონაწილეობა თავადვე მიიღეს, დავალება უცვლელად შეასრულეს. თქვენ ხართ რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი. თქვენ ხართ სიყალბის მქონელები. კონკრეტულად რა ფინანსები იხარჯება ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ეს უცნობია, რადგან ხარჯები საჯარო არ არის. როგორც ცნობილია, ფონდი, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდება, მათ შორის სიცრუის გავრცელებაში არაერთხელ მხილებულ პუბლიკას აფინანსებს. მმართველმა გუნდმა კონკრეტული ფაქტებით მრავალჯერ ამხილა თუ როგორ აფინანსებს NGO-ების გავლით რადიკალურ პარტიებსაც. ასევე ევროპის დემოკრატიის ფონდის ბენეფიციარები არიან თბილისი პრაიდი და სირცხვილია. შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის
მიღების მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ ევროპის დემოკრატიის ფონდის საქმიანობის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მმართველი გუნდი ბრიუსელის ფონდის მიერ საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელობის ავტორობით მიღებული ეს რეზოლუცია კიდევ ერთი მაგალითია, რომ რაც ოპოზიციასთან კოორდინაციით მათი მთავარი მიზანი საქართველოს დასჯა. ის მოთხოვნები კი რაც დოკუმენტშია ჩაწერილი კიდევ ერთხელ საჯაროს ხდის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის სურვილებს, მათ შორის მათთვის მიუღებელი მედიის გაჩუმებას, რაც 9 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკა იყო. როდესაც ჩვენ ხედავთ ერთის მხრივ იმ ადამიანებს მართლ ბორჩი, ევროპის დემოკრატიის ფონდის მართლ ბორჩი, რომლებიც ამავე დროს ასევე არიან ამ რეზოლუციის თანასპონსორები, ანუ ინიციატორები, ანუ მხარდამჭერები, ლოგიკურად ჩდება კითხვა, რაიმე სუბიექტური ინტერესი ხო არ აქვს და კარგი იქნება ისინი თუ გააკეთებენ ამ განმარტებას, ძალიან ცხად განმარტებას ოღონდ და უპირველეს არ მხოლოდ განცხადებას, ასევე გაასაჯაროებენ ევროპის დემოკრატიის ფონდის აქტივობებს, რომელიც სრულიად გაუმჭვირვალეა საქართველოში და რომელიც პირდაპირ ხმარდება, როგორც ჩანს და ბევრჯერ ვნახეთ უკვე პირდაპირ ხმარდება საქართველოში რადიკალიზაციის პროცესებს. ცხადია ამ რეზოლუციით იმ პირებმა, ვინც დღეს არიან ევროპარლამენტში, საბოლოოდ უღალატეს ყველა იმ ფასეულობას და ღირებულებას, რაც ძვირფასი არის, მათ შორის ევროპული სტანდარტით და მათ შორის ეს არის პირდაპირ ზეწოლის მოხდენა მედიაზე. ანუ ფაქტობრივად ეს ადამიანები საქართველოში იან ჯანსაღ აზრს და ჩვენ ვიცით რომ ისედაც ისინი ასპონსორებდნენ ისეთ პროექტებს, რომელიც მედიის თავისუფლებას კი არ უწყობდა ხელს, არამედ ცილისწამებისა და ფეიქ ნიუსების ტირაჟირებას. სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ერთის მხრივ ვერ შეიგნო მათ შორის ევროპარლამენტმა, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები უკვე პირიქითა შედეგს იწვევს, ანუ ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასარგებლო შედეგი ვერ მოაქვს, პირიქით ხალხი იზიანდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის მტკიცებულება ზუსტად იმის, რომ წამახალისებელია ასეთი ტიპის რეზოლუციები ევროპარლამენტიდან მედიებზე თავდასხმის შემთხვევაში, რომ აქაც მოხდეს მედიებზე მის დამხუძნებელზე თუ ჟურნალისტებზე თავდასხმები და შესაბამისად ამიტომაც ხდებოდა, რომ ფინანსდებოდა ასეთი ტიპის თავდასხმები აი ამ რეზოლუციების წახალისებით. მეექვსე ანტიქართული რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო. დოკუმენტის ავტორებმა 2 დღით ადრე კი ტექსტის შესათანხმებლად გვარამია ჯაფარიძე თბილისიდან სტრასბურგში ჩაიყვანეს.